გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური აზიის რეგიონი მდებარეობს ორ გეოპოლიტიკურ აქტორს შორის, ჩინეთსა და რუსეთს შორის და ეს სივრცე წარმოადგენს ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების და უსაფრთხოების ბუფერულ სივრცეს. მათთვის ეს სივრცე, ასე ვთქვათ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს მოცემულობა ქმნის, ასე ვთქვათ, ამ რეგიონს ყურადღების ცენტრში აქცევს შეერთებული შტატებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულმა შტატებმა მოახდინოს პრევენცია როგორც აი შემდგომი ევრაზიული თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ჩინური ერთი სარტყელი ერთი გზის პროექტის განხორციელების ამ მიმართულებით. ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება სამომავლოდ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენოს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის საწინააღმდეგოდ. ეს არის რადიკალიზმი, სეპარატიზმი და ტერორიზმი, ხოლო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტები ზუსტად აი ამ სამი ბოროტების შეკავებაა. თუ ჩავხედათ ახლა ცენტრალური აზიის ქვეყნებს, პოლიტიკური რადიკალიზმის მომავალი პრაქტიკულად არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს ქვეყნები არის ფორმალური დემოკრატიები, რომელსაც აქვს მყარი ლიდერები ყავთ და რაც პოლიტიკური ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს. ასევე ნაკლებად სავარაუდოა სეპარატისტული მოტივები გაჩნდეს ამ რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ეს ქვეყნები არის ჰომოგენური, 4 ქვეყანა არის თურქული ხალხებით დასახლებული, ტაჯიკეთისგან განსხვავებით, ერთადერთი ასე ვთქვათ სანახევროდ სეპარატისტული რეგიონი არსებობს უზბეკეთში, ყარაყალპაკისტანის კუთხით, რომლებიც ყაზახებს უფრო ენათესავებიან ვიდრე უზბეკებს და მთავარი გამოწვევა რჩება ტერორიზმი და ტერორიზმი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს უიღურული ტერორიზმი და აქ არის ასე ვთქვათ სივრცე უიღურების ტრანზიტის სირიიდან ავღანეთის მიმართულებით და ავღანეთიდან შემდგომ ტაჯიკეთი უზბეკეთის მიმართულებით, რომლებიც შეიძლება შემდგომ სინძიანის რეგიონში ასე ვთქვათ მოხდეს მათი გადაყვანა, რომელიც ასე ვთქვათ უიღურების სამშობლოა და ეს პერსპექტივა და ეს გამოწვევები ამ შემთხვევაში არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ სირიაში უიღურთა ასე ვთქვათ დაჯგუფებები უკვე აღარ არის საჭირო და მათი ასე ვთქვათ მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. ცენტრალური აზია დღესდღეობით როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩინეთისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო სივრცეს, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად რუსეთისთვის ჩაკეტილია მისი დასავლეთ მიმართულება, ამ შემთხვევაში ევროპული მიმართულება და მან გარკვეული ორიენტირი აიღო აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება არის ზუსტად ცენტრალური აზია, ხოლო ჩინეთისთვის სამომავლოდ შეერთებული შტატები აპირებს ასე ვთქვათ შეკავების პოლიტიკის წარმოებას ჩინეთის აღმოსავლეთ მიმართულებით, წყნარი ოკეანის მიმართულებით, შესაბამისად მისი დასავლეთ ნაწილი, ცენტრალური აზია მისთვის რჩება როგორც ახსენე სასიცოცხლო სივრცეთ, ამიტომ მომავალში ეს რეგიონი ასე ვთქვათ იქნება გეოპოლიტიკური ყურადღების ცენტრში, როგორც ჩინეთისთვის, ასევე რუსეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის.